მეტი წელი არის მონასტერში რაც მიმყოფები და როდესაც მე 2003 წელს მოვედი მონასტერში, აი თქვენ ხედავთ ახლა ის აღდგენილ სვეტს, ანტონმარტყოფელმა როდესაც ეს მონასტერი დააარსა, იცით თქვენ, რომ შემდგენ განმარტოვდა და ის სვეტზე იქნა განმარტოვებული აღნიშნული სვეტი ფაქტიურად დაშლილი იყო. დიდი შრომა გაიწია და აღნიშნული ეს ანტონმარტყოფელის სვეტი ფაქტიურად 2010 წელს იქნა დასრულებული. დღესდღეობით იმ სვეტში ცხოვრობს ერთი ბერი და ორი მორჩილი და იქ წირვა ლოცვა აღესრულება. სვეტის უკან აგრეთვე ახშენდა წმინდა ბარბარეს სახელობის დიდი ტაძარი არის და სვეტის კიდე აი დაბლა გუმბათით და ჯვარიჩანს წმინდა ნიკოლოზის ტაძარი იქნა აღდგენილი. იქ იყო რაღაცა საფუძველი იყო, ნატაძრალი იყო ძველი, ძირითადი მსახურება მონასტრის იწყება დილის 4 საათზე იწყება და გრძელდება ესე 8 საათამდე. მოებმება მერე წირვა, ცისკარი წირვა მოებმება, მე 3 საათზე არის ანტონმარტყოფელის პარაკლისი, ღამის 11 საათზე არის ასევე შემოღებული წინამძღვრის კურთხევით, ყოველდღიურად თითქმის აღესრულება მიცვალებულთა მსახურება. თუ დღესასწაული არის ყოველდღიურად 11 საათიდან საღამო ღამის 3 საათამდე მიცვალებულთა მსახურება აქვს ღვთაებისმოღვაწე მონასტერს. მამა ელისეს ოჯახში 5 პატარა იზრდებოდა, მაგრამ რატომღაც დედას ტაძარში გამორჩეულად მარტო ის დახავდა და მიუხედავად მაშინდელი კომუნისტური რეჟიმისა, დედაშვილი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ყოველ გიორგობას მიდიოდა. როდესაც ტაძარში შევიდოდით ხოლმე, მახსენდება რომ სანთეს დაანთებდნენ, დედა სანთეს დაანთებდა, მე გვერდში ვედექი და იყურებოდა მაღლა და რაღაცას თხოვდა. ხო და აი პატარა ვიყავი მაშინ, მაგრამ რაღაცა დიდი ინტერესი მქონდა, რომ ვის უყურებდა მაღლა და რას თხოვდა. და დედას ვეუბნებოდი ხოლმე, რომ მაღლა ვის ელაპარაკები და რას თხოვმეთქი. ხო, ოჯახისო, ოჯახში მშვიდობასო. რომ კარგად ვიყოთ შვილო, მაგას თხოვო, ღმერთს თხოვო და მე ვფიქრობდი მაშინ რომ დედა, მაგრამ მეც ავიხედე, მაგრამ ვერაფერი ვერ დავინახე. ხო და მე ვფიქრობდი რომ დედა ხედავდა. ხო და მეც მინდოდა რომ აი ეს რომ ავიხედებოდი, მაგრამ მეც დამენახა ის, რასაც დედა ხედავდა, მაგრამ მე ვიხედებოდი და ვერ ხედავდი. ეს შენობა იყო პატრიარქთა საზაფხულო რეზიდენცია, კათოლიკოს პატრიარქები აქ საზაფხულო რეზიდენცია ჰქონდა, აქ ისვენებდნენ ხოლმე და თქვენ იცით რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალის აღდგენის შემდგომ კათოლიკოს პატრიარქი კირიონი რუსეთში იყო გადასახლებული, ჩამოვიდა და იქნა 17 წელს 1917 წელს არჩეული კათოლიკოს პატრიარქად და იგი ამოდიოდა ხოლმე, ისვენებდა და 1918 წელს ფაქტიურად პატრიარქად არჩევის ერთ წელიწადში იგი აი ამ ოთახში მარტყოფში ღვთაებისმოღვაწე მონასტრის აი ამ ოთახში, ამ რეზიდენციაში იქნა მოკლული. ამ ბილიქს მე-17 საუკუნეში აღმართულ მთავარ ანგელოზის სახელობის ტაძართან მივყავართ, თუმცა ჩვენი პირველი გადაცემა მარტყოფის შესახებ აქ სრულდება. შემდეგ გადაცემაში კვლავ განვაგრძობთ თხრობას ამ ისტორიულ სოფელზე.